მოგესალმებით. თქვენ უყურებთ Dental House-ის პოდკასტს. Dental House-ი სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც უკვე 20 წელია თქვენი და თქვენი ოჯახის სტომატოლოგიური კლინიკა. მე მისი წამყვანი, კლინიკის ხელმძღვანელი ფიქრია კაკაურძე ვარ. ჩვენ საუბრობთ სტომატოლოგიაზე და ხშირად დასმულ შეკითხვებს განვიხილავთ სტომატოლოგიასთან დაკავშირებით. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარია კომპანია G&G-ის წარმომადგენელი ლელა დუდუჩავა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თანამედროვე სტომატოლოგიაზე, იმპლანტაციაზე, პროტოკოლებზე და გაიდლაინებზე. რა მნიშვნელობა აქვს კომპანიას კლინიკის მხარდაჭერაში? ლელა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და დღეს ვფიქრობ საინტერესო ეპიზოდი გამოგვივა. კომპანია G&G-ის შესახებ მინდა გკითხო და თუ შეიძლება რომ მომიყვე, საიდან დაიწყო G&G-ის ისტორია? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო მოწვევისთვის, ჩემთვის საინტერესოა შენთან სტუმრობა, გადევნებ თვალს და მქონდა სიმართლე გითხრა მოლოდინი იმისა, რომ მეც აღმოვჩნდებოდი აქ და აი დადგა ეს დღე. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. რაც შეეხება კომპანია G&G-ს, დაიწყო სტანდარტულად, რა თქმა უნდა, კომპანიას ჰქონდა მიზანი, რომ სტომატოლოგიური კლინიკებისათვის შემოეტანა, რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის სანდო უსაფრთხო პროდუქცია. თუმცა დროთა განმავლობაში ხვდები, რომ მხოლოდ პროდუქტის მიწოდებით საქმე არ კეთდება და პროდუქტთან ერთად მნიშვნელოვანია ძალიან მხარდაჭერა, განათლება, განვითარება და გუნდის არსებობა, რომელიც მუდმივად გვერდში უდგას როგორც კლინიკას, ასევე ექიმს და საბოლოო ჯამში G&G ეტაპობრივად იქცა სივრცედ, რომელიც აერთიანებს ყოველივე ამას. პროდუქტს, განვითარებას, განათლებას და პროფესიულ ერთობას. არ შემიძლია არ დაგეთანხო, ნამდვილად ყველა სიტყვა არის G&G-ისთვის შესატყვისი და როდესაც ჩვენ ხშირად ხვდებით ერთმანეთს კონფერენციებზე, მასტერკლასზე თუ სხვა ქვეყნებში, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის პარტნიორობა. G&G-ისთვის თითქოს კლინიკა ექიმი, რომელიც მის პროტოკოლებს ითვალისწინებს და მასთან თანამშრომლობს, არ არის უბრალოდ ერთი რიგითი კოლეგა. ეს არის სხვა ხარისხში აყვანილი ურთიერთობები, პარტნიორობა. ეს ჩვენი თითქოს საერთო ენაა. რას ნიშნავს პარტნიორობა? და როგორ მოიაზრებთ ამას? ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ექიმები, გარდა იმისა, რომ ინტელექტუალურად მხარდაჭერილები ვართ, მრავალი საერთაშორისო კონფერენციით, საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ყოველდღიურად ვგრძნობთ ამ მხარდაჭერას. პირველ რიგში ძალიან სასიამოვნოა შენი როგორც ერთი ექიმის და ერთი კლინიკის რიგითი არა, თუმცა როგორც ერთი ექიმის, ესე რომ ვთქვათ, აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და კი, მართლა ესეა, რომ ჩვენ კომპანია G&G ექიმს მომხმარებელს ამ შემთხვევაში არ ვხედავთ როგორც მყიდველს, ხო? ის არის ჩვენი პარტნიორი და ჩვენ ამ ყოველივეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და სიმართლე რომ გითხრა, ზოგადად თქვენი გადმოსახედიდანაც ალბათ ესეა, იმიტომ რომ დღეს კონკურენცია საკმაოდ მაღალია. ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია, ხო, კომპანიებით, შეთავაზებებით, სხვადასხვა პროდუქტებით, მაგრამ თითქოს არაფერი უცხო არ არის და ძალიან ბევრია. და როცა რეალურად საქმეზე დგება, შენ ელოდები მაღალხარისხიან მასალას, ტექნოლოგიას, მომსახურებას და გინდა შენი თავისთვის, შენი ბიზნესისთვის საუკეთესო, რა თქმა უნდა. საბოლოო ჯამში ჩდება ერთი კითხვა, რომ კი, გასაგებია კომპანია, გასაგებია პროდუქტი, მაგრამ რა დგას ამ ყველაფრის უკან და რას დებს კომპანია ამ ურთიერთობაში, ამ პარტნიორობაში, როგორ ხედავს ის ექიმს, როგორც ჩვეულებრივ რიგით მყიდველს თუ უბრალოდ ამ შემთხვევაში ადამიანს, რომლის განვითარებაში დებს რესურსს, ხო? ჩვენთვის სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ თითოეულ კლინიკას, თითოეულ ექიმს ვუყურებთ როგორც პარტნიორს და ჩვენ მათ განვითარებასა და განათლებაში მათთან ერთად, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენი მხრიდან არაფერი არ გამოვა, თუ არ იქნება თქვენი მხრიდანაც მხარდაჭერა, ჩვენ ამაში ვდებთ საკმაოდ დიდ რესურსს და ძალიან მიხარია, რომ ამ ყველაფერს აყვა ზოგადად სტომატოლოგიური საზოგადოება და არ შემიძლია არ ვთქვა ჩვენს დევიზთან დაკავშირებით ერთად ძლიერები ვართ, ხო? ეს ყველამ ძალიან ისე აქტიურად დაიტაცა. კი, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ფაქტობრივად აღარ არსებობს სტომატოლოგი, რომელთანაც მიხვალ იკითხო, რომ რა არის G&G-ის დევიზი და
და არ თქვას ერთად ძლიერები ვართ და ამავდროულად მინდა აღვნიშნო საერთაშორისო კონფერენციები, კონგრესები, სადაც ჩვენ მივდივართ, ხვდებით ჩვენს პარტნიორებს და ფაქტობრივად გამარჯვების და hello-ს ნაცვლად ისინი გვეუბნებიან, რომ ერთად ძლიერები ვართ. ისინი ამაყად ამბობენ ამას და ყველას აქვს ჩვენი სასაუბრო ენა მათთვისაც უკვე გახდა ძალიან ნაცნობი და ისინიც იგივე საჟღერებენ, რაც კომპანიის დევიზია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც კომპანიამ თავისი ღირებულება, ფასეულობა ზუსტად იცის, პარტნიორი და მასთან მომუშავე ექიმი, რომელიც მისი სახია, ფაქტობრივად ისიც იგივე იმეორებს და ყველა ერთად მართლა ძლიერები ვართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თავის არში სწორედ ამას გულისხმობს, რომ ეს არ არის მხოლოდ კომპანიის ჭრილიდან ნათქვამი დევიზი, რომ ჩვენ ვართ ძლიერები. რა თქმა უნდა, ჩვენ სიძლიერეს ჩვენი გუნდი ქმნის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ GNG-ში და აგურზე აწყობენ, ხო? თუმცა ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ჭრილიდან ნათქვამი სიტყვები, ეს არის მთლიანად გუნდი, ექიმები, სტომატოლოგიური კლინიკები, ჩვენი სამედიცინო და კლინიკური მიმართულების მრჩეველები და ჩვენ სწორედ ერთად, ყველანი ერთად ვართ ძლიერები და სწორედ ამ დევიზს ემსახურება ეს ფრაზა. ზუსტად ეგ იყო თქვენი დაარსების მთავარი მიზანიც ალბათ, რომ ეს იდეოლოგია გაგევითარებიათ და მართლაც რომ კარგად გამოგივიდათ. მე ვფიქრობ, რომ ეს მისია ყველა სათითაოდ გვაქვს. ყველა ექიმს გვაქვს, რომ უმტკივნეულო სტომატოლოგია უნდა შევქმნათ, თანამედროვე სტომატოლოგია უნდა შევქმნათ, პაციენტებს უნდა მივაწოდოთ მაღალხარისხიანი სერვისი. თუმცა მაღალხარისხიანი სერვისის მიწოდება ძალიან რთულია, თუ ექიმი ყოველდღიურად არ ვითარდება. ამ ყველაფერში მე GNG-ს ძალიან დიდ როლს ვხედავ, იმიტომ რომ ექიმი, რომელიც ყოველდღიურად არ ვითარდება, არ იზრდება, ძალიან რთულია მას თანამედროვე ტექნოლოგიებს ფეხი აუწყოს, ხო? ჩვენგან პაციენტები ელოდებიან არა მხოლოდ მაღალ ხარისხს, მაღალ სერვისს, არამედ უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს. დღეს თანამედროვე სტომატოლოგია ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და კარგად განვითარებული დარგია და საქართველოშიც როგორ შეაფასებ შენ საქართველოში სტომატოლოგიის განვითარებას, იმიტომ რომ მე როგორც ხელმძღვანელი რო ვიხსენებ 10-15 წლის წინ ჩვენ რა მოთხოვნები ქონდა პაციენტს, დღეს სხვა მოთხოვნით მოდის პაციენტი. დღეს პაციენტი ძალიან მზად არის იმპლანტის ზომაც კი შეიძლება გითხრას, რა ზომის იმპლანტი შეიძლება მას მოუთავსეს წყვის ძვალში. შენ როგორ შეაფასებ, როგორც ყოველდღიურ შეხებაში მქონე ადამიანს, რომელიც მუდმივად უყურებს ექიმების განვითარებას. ამაში თქვენი წვლილი ძალიან დიდია, მაგაზე შემდეგ ვისაუბროთ. უბრალოდ მაინტერესებს, რას ფიქრობ სტომატოლოგიური განვითარება საქართველოში როგორ მიმდინარეობს? არ შემიძლია არ დაგეთანხმო, რომ სტომატოლოგია ზოგადად ძალიან სწრაფად ვითარდება. ძალიან სწრაფად იცვლება პროტოკოლები, გაიდლაინები და ასევე არ შემიძლია არ დაგეთანხმო, რომ პაციენტი იმდენად ინფორმირებულია, რომ ფაქტობრივად მოდის ეგრეთ წოდებული მოთხოვნით, რომ მას უნდა ეს და ფაქტობრივად უკვე ყველაფერი წინასწარ იცის, რა უნდა გაიკეთოს. და არ შემიძლია არ აღვნიშნო ფაქტი, რომ ამ ყველაფერს ფეხ მიყვება ქართველი ექიმი, ქართველი სტომატოლოგი და რეალურად ესე უნდა იყოს, იმიტომ რომ ამ პერიოდში, ამ დროში გაჩერება უბრალოდ დანაშაულია, იმიტომ რომ ექიმი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, მუდმივად უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ თავის პაციენტს შეუქმნას კომფორტი და მან თავისი ცოდნით და განათლებით შექმნას ზუსტად ის 100%-იანი შედეგი, რასაც პაციენტი ელის. და ეს არის დიდი პასუხისმგებლობა პაციენტის წინაშე. და სწორედ ამ პასუხისმგებლობაში გვინდა რომ ვიყოთ თქვენთან ერთად, გავიზიაროთ თქვენთან ერთად და მხოლოდ სწორედ ეს არის მხარდაჭერა. ჩემს მიერ გამოცხადებული მხარდაჭერა სწორედ ეს არის, რომ მოგაწოდო იმდენად უსაფრთხო და საიმედო პროდუქტი განათლებასთან და მხარდაჭერასთან ერთად, რისი საშუალებითაც შენ სწორედ რო პაციენტ შეუქმნი კომფორტს და იმ 100%-იან შედეგს, რაც მკურნალობის საბოლოო საიმედოობას და ხარისხს უზრუნველყოფს, ხო, რა თქმა უნდა. ძალიან მიხარია, რომ დარგი ვითარდება არა მარტო სოფლიოში, არამედ საქართველოში და ჩვენი ექიმები ნამდვილად არ ჩამოუვარდებიან ამ ყველაფერში ზოგადად მსოფლიო ტენდენციას და შესაბამისად სწორედ ეს რესურსი დავინახეთ ჩვენ კომპანია GNG. ეს იყო
ის რესურსი და ეს იყო ის გამოძახილი გამოძახილი იდეა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ქართველი ექიმები დასწრებოდნენ საერთაშორისო კონფერენციებს საქართველოში ან ფარგლებს გარეთ, არამედ თქვენ გქონოდათ ამბიცია, დიახ, ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, ჩვენი ქართველი ექიმები, ჩემი კოლეგები, ჩემი საამაყო კოლეგები, რომ ჩვენ უკვე სხვა ქვეყნებში ვატარებთ კონფერენციებს. ეს იდეა როგორ გაგიჩნდათ და მადლობა ჩვენ ქართველ ექიმებს კიდევ ერთხელ და ეს ძალიან გამბედავი ნაბიჯია და თან ცოტა სარისკო, რომ ვაიმე რო ვერ გამოგვივიდეს, ეს არ არის ჩვენი შინაურული სიტუაცია, რომ ყველას გვაქვს შიში, რომ გაგვკიცხავენ ან რაღაც ესეთი. სხვათა შორის ზოგადად ყველაზე კრიტიკული ვინ უნდა იყოს თუ არა ქართველი მსმენელი, ხო? იმიტომ რომ ქართველი მსმენელი, თუმცა თუ მათ წინაშე ესე რომ თქვათ, გაიმარჯვებ და იტყვის შენ სათქმელს, ნუ მერე უკვე გაღიარებენ ნამდვილად. იდეა როგორც იდეა, ალბათ მოდის იქედან, რომ ჩვენ ყოველთვის ველოდებით ვიღაცა უცხოელს, რომელიც ჩამოვა გვასწავლის და ის იქნება აუცილებლად უფრო კომპეტენტური და გვეტყვის იმ რაღაცას, რაზეც ავაწყობთ ჩვენ შემდგომ ჩვენ სამედიცინო საქმიანობას. თუმცა მასე არ არის, ხო? დამეთანხმები მაგაში, რომ ჩვენს სივრცეში არიან ადამიანები, თავის საქმის ზე პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ არა მარტო ისმინონ, არამედ ასწავლონ და გაუწიონ ესე რომ ვთქვათ კონკურენცია ნებისმიერ სხვა მსოფლიო ესე რომ ვთქვათ კორიფეს თუ სპიკერს ხო სწორედ აქედან მოდის ეს იდეა რომ აი მაგალითად მე თვითონაც ვარ სტომატოლოგი შენ ძალიან კარგად იცი ექიმი თერაპევტი კოლეგა კი ბატონო და იყო დრო როდესაც ჩვენ ვისხედით და ვისმენდით ხო მუდმივად ჩაბოვიდო და უცხოელი სპიკერი მოგვაწოდებდა ინფორმაციას და მათი გაიდლაინებით მე ხელმძღვანელობით. თუმცა საბოლოო ჯამში დგება ერთი დღე, როდესაც უნდა გადაწყვიტო და აირჩიო შენი გზა. დარჩე ისევ ამ მსმენელის რანგში, თუ ეხლა უკვე დადგა დრო, როდესაც შენ შეიძლება რომ ვინმე სასწავლო. გახვიდე მოედანზე იმ სცენაზე, სადაც შენს ცოდნას და ან გამოცდილებას თამამად გაუზიარებ შენს კოლეგას. როგორც უკვე ჩამოყალიბებულს და განვითარებულს და თავისი საქმის ზე პროფესიონალს, ასევე ახალგაზრდა თაობას და ამას გააკეთებ, რა თქმა უნდა, უანგაროდ, იმიტომ რომ შენც ზუსტად ისეთი პროფესიონალი ხარ და ზუსტად ისე აკეთებ ყველაფერს, როგორც თუნდაც ის მოწვეული სპიკერი. თუ არა უკეთესად, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივეცით ჩვენ თავს უფლება, რომ დაგვეწყო მსგავსი პროექტი, რომელსაც თავდაპირველად ღია კარის დღის ფორმატში ესე რომ ვთქვათ, ვატარებდით შიდა სივრცეებში, თუმცა შემდგომ უკვე გავედით. გამართლა შიდა სივრცე მოგეწონათ. ამის შემდგომ უკვე ჩვენ გავდივართ რეგიონებში და უკვე თანდათან ყალიბდება ჩვენი სამედიცინო და კლინიკური მიმართულების მრჩეველების გუნდი და ეს არიან ჩვენი კოლეგები, რომლებიც თანდათან უფრო აქტიურად აზიარებენ თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას და ამის შემდგომ უკვე ჩვენ გავდივართ თანდათან საერთაშორისო ასპარეზზე და დღეს დადგა მომენტი, როდესაც აი ქართველ ექიმებს უკვე თამამად იწვევენ სხვადასხვა სცენაზე, სხვადასხვა ინფორმაციის გასაზიარებლად და სიმართლე გითხრათ, მე როგორც GNG-ს წარმომადგენელს და როგორც უბრალოდ ადამიანს ძალიან მიამაყება და მიხარია, რომ ჩვენ სიტყვას ვამბობთ როგორც სტომატოლოგიის მიმართულებით, ასევე საქართველოს მიმართულებით და სადღაც პატარა წერტილს დავსვავთ, ესე რომ ვთქვათ, მსოფლიო რუკაზე, რაც ჩემთვის უდაოდ ძალიან საამაყოა. ნამდვილად ძალიან საამაყოა, იმიტომ რომ მე მახსოვს ჩვენ კორეაში როცა ვიმყოფებოდით, ეს იყო ნეობიოტიკის ქარხანაში, ჯერ ხო გარემო დაგვდა სასწაული და მე როგორ პატივსცემდნენ ქართველ ექიმებს. მათი გამოცდილება როგორი მნიშვნელოვანი იყო თვითონ კორეელები როგორ გვისმენდნენ. ეს იყო ძალიან საინტერესო ჩემთვის. რადგან ვახსენეთ კორეა? მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო და ჩემი გაოცება გამოვხატო, როდესაც ჩვენ ჩემ კლინიკის ექიმებთან ერთად ვიყავით კორეაში და ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც იწყებ ბრენდთან თანამშრომლობას არის, რომ რაღაც წარმოდგენა გაქვს, ნანახი გაქვს, კარგი ბუკლეტი ლექციაზე ნაყოფი ხარ, მაგრამ მარკეტინგული ხრიკები ამ შემთხვევაში. უკვე იცი რომ რაღაც მარკეტინგულია, მაგრამ ის რომ შენი თვალით ეხები, შენი თვალით ხედავ, ისმენ ამ ინოვაციას და მართლა
მართლაც რომ თითქოს ადამიანიც კი არ ქმნის ეს ყველაფერი იმდენად ავტომატიზირებული იყო, რომ მაშინ კორეიდან დაბრუნებისას მივხვდი, რომ ნეობიოტეკის იმპლანტი კიდე სხვა კატეგორიის იმპლანტია, იმიტომ რომ მას ნამდვილად შეუძლია იყოს ერთ-ერთ რიგით არა, უფრო მაღალ დონის იმპლანტებს შორის. დღეს იმპლანტებს ძალიან როგორც ახსენეთ, ძალიან დიდი რაოდენობის ქარხნები, ქვეყნები მუშაობენ, რომ დაახვეწონ და ეს ყოველდღიურად ჩვენზეც აისახება, ჩვენ ხარისხზეც, თუმცა ჩემი თვალით ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა და ეს იყო მართლაც საუკეთესო გამოცდილება, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ეხლა ჩამოვარდა იმპლანტებზე საუბარი და რაღაცა ლოგიკურად მაინტერესებს შენგან, როგორც კომპეტენტური, ყველაზე გამოცდილი, რის მიხედვით უნდა აარჩიოს პაციენტმა იმპლანტი. ხშირად არის რომ აი ეს იმპლანტი არ მინდა, ამის საშუალება არ მაქვს, რომელია უფრო კარგი, ჩვენ ხშირად გვისმენთ ყოველდღიურ პრაქტიკაში ექიმებს და პაციენტი რომელიც რაღაც არჩევანს აკეთებს, ცოტა დაბნეულია, იმიტომ რომ ექიმს ენდოს, კლინიკას ენდოს, იმპლანტს ენდოს, თანხას ენდოს, ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს. რას გვირჩევ, როგორც GNG-ს ესეთ ფართოდ ჩახედილ ამ სფეროში იმპლანტებზე? პირველ რიგში ქარხნის თემას გავაგრძელებ. ჩვენთვის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა და ძალიან მნიშვნელოვანია იმას, რასაც გთავაზობ, მეტნაკლებად შევძლო რომ განახო უშუალოდ პროცესუალურად როგორ მიმდინარეობს და სწორედ ეს არის მიზანი იმისა, რომ ჩვენ აქტიურად დავდივართ როგორც ნეობიოტეკის, ანუ კორეული საიმპლანტაციო სისტემის ქარხანაში, ასევე გერმანული საიმპლანტაციო სისტემის ქარხანაში და სწორედ ეს არის ამ ვიზიტების მიზანი, რომ შენ უშუალოდ ექიმმა, კლინიკამ, შენი თვალით ნახო, შენამდე ჩამოსული პროდუქტი რა ხარისხის კონტროლებს გადის, როგორი წარმოება, რა გარემოში წარმოება, იმიტომ რომ აი რომ მივაბად კითხვას, ხო, როგორ შევარჩიოთ იმპლანტი. ერთ-ერთი კრიტერიუმი არის სწორედ ეს, რომ რა პირობებში ხდება ამ ყველაფრის წარმოება, იმიტომ რომ იმპლანტი არის სტერილური პროდუქტი, რომელსაც მოდი ექიმებისთვისაც და პაციენტებისთვის უფრო გასაგები რო იყოს. ამიტომ ექიმებიც გვიყურებენ და მომავალი კოლეგები გვიყურებენ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრ უკავშირს ვიღებთ მომავალი კოლეგებისგან, რომლებიც ბევრს ინტერესდებიან ყოველდღიურად ჩვენი პოდკასტებით და მინდა რომ ყოველთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია გავაზიაროთ. კი ბატონო, აი სწორედ მაგას ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ წარმოების პროცესი, ხო, რა გარემოში იწარმოება და რა სტანდარტების არის ეს ქარხანა, როგორ აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს, იმიტომ რომ აუცილებლად ჩვენ უნდა მივიღოთ სტერილური უმაღლესი ხარისხის დამუშავებული პროდუქტი, ხო, რასაც შემდგომ უკვე ორგანიზმში ვიჩერებთ და ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის დროებითი პროდუქტი, ხო, აქ კომპანიები აუცილებლად პროგნოზირებად შედეგებზე და გრძელვადიან შედეგებზე საუბრობენ, რომ ეს უნდა იყოს 15, 20, 30 წლიანი გამოცდილება და უფრო მეტიც ახლა ძალიან ბევრი საკუთარმა ყვილმა ვერ შეძლო, უნდა მიიღონ იმპლანტისგან. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ეს კრიტერიუმები, ხო? აი რაც შეეხება როგორ შეიძლება შეარჩიო იმპლანტი, ცოტა რთულია იქედან გამომდინარე, რომ დღეს ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ ფაქტობრივად ყველა ესე რომ ვთქვათ კატეგორიის იმპლანტი შესთავაზოს პაციენტს, ხო? ძალიან ბევრი პროდუქტია ჩვენთან წარმოდგენილი. და პაციენტიც სწორედ ესე სვავს კითხვას, როდესაც შემოდის მომხმარებელი, რომ აი რა ფასია, რა ქვეყანა, რა წარმომავლობა. მე მგონი დამეთანხმებია მაშინ, ხო? ნუ ხარისხი ხა მეტნაკლებად, როდესაც კლინიკაში შემოდის, ის ფიქრობს, რომ ყველა კარგი ხარისხის არის და ნამდვილად მე დარწმუნებული ვარ, რომ კლინიკები საკმაოდ ხარისხზე მუშაობენ და შესაბამისად ვით როგორ ავარჩევთ იმპლანტების ჩამონათვალს. კი ბატონო, მე რეიბნება პაციენტი. თუმცა არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ეს ყველაფერი უფრო მეორე ხარისხოვანია, ფასი, ქვეყანა, წარმომავლობა, იმდენად რამდენადაც ყველაზე მნიშვნელოვანია ექიმის გამოცდილება. ვინ გიკეთებს ამ პროდუქტს? რა გარემოში კეთდება ეს ყველაფერი და ექიმის მიერ შერჩეული პროდუქტი არის თუ არა იმ კონკრეტული კლინიკური შემთხვევისთვის ხო
განკუთვნილი. ალბათ პირველ რიგში ეს არის მნიშვნელოვანი. არსებობს უნივერსალური ერთი შემთხვევა, რომელსაც მოერგება ერთი იმპლანტი. თუმცა არის ეგეთი საიმპლანტაციო სისტემებიც, მაგალითად, ჩვენი კორეული საიმპლანტაციო სისტემა ნეობიოტეკის სწორედ მაგას პასუხობს, რომ იმპლანტი ყველა კლინიკური შემთხვევისთვის. უბრალოდ აქ ხაზი მინდა გაუსვა აი ფასზე. არის კატეგორიებად დაყოფილი იმპლანტები, პრემიალური ხაზი, საშუალო ხაზი და შესაბამისად ასეც მოითხოვენ პაციენტები. ეს პრემიალური ხაზიც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ახალი შესაძლებლობაა, ხო? ფაქტიურად კონკურენციას უწევს ბევრ ძვირადღირებულ კომპანიას. უბრალოდ მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პრემიალური ხაზი არ ნიშნავს გარანტირებულ შედეგს. რა თქმა უნდა. თუ მას არ აკეთებს ასევე კომპეტენტური ექიმი. ანუ ყველაფერი მიდის კომპეტენტურ ექიმზე, სტერილურ გარემოზე, სწორად შეგროვებულ ანამნეზზე და სწორად ჩატარებულ სტომატოლოგიურ манипуляციაზე და ამ ყველაფრის მერე პოსტოპერაციულად პაციენტის ჰიგიენაზე და იმ პროტოკოლების და იმ ესე რომ ვთქვათ მოთხოვნების და თხოვნების გათვალისწინებაზე, რასაც მას ექიმი რეკომენდაციის სახით გაუწევს, ხო? აქედან გამომდინარე, მე ვიტყოდი, რომ ეს ყველაფერი არის მულტიფაქტორული და იმპლანტის ხარისხს, მხოლოდ მისი ფასი და მისი წარმომავლობა და უბრალოდ მარკეტინგული სტატუსი, პრემიალური არ განსაზღვრავს. არ განსაზღვრავს ნამდვილად. და მაინც არის შემთხვევები, როდესაც არ მოხდა ოსტეოინტეგრაცია. დეზინტეგრაცია მოხდა რაღაც შემთხვევიდან გამომდინარე, შეიძლება ერთი მოხდეს, შეიძლება ორი მოხდეს, ან პაციენტის ანამნეზი არ იყო ბოლომდე შეგროვებული სათანადოდ, ამ მდგომარეობა გართულდა. რა ხდება, როდესაც ოსტეოინტეგრაცია არ ხდება სათანადოდ? რა შედეგები შეიძლება მიიღოს პაციენტმა და რა მხარდაჭერა აქვს კომპანიებს, ხო? აი, შენ ახსენე, რომ შენ ჩვენთან ერთად იყავი კორეაში. და სამომავლოდ ვესტუმრებით ერთად გერმანიას. შენი თვალით ნახე, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი, ძირითადად რობოტიზებულია, თუმცა შეიძლება მოხდეს რამე და ეს რამე არის ის გაპარული შეცდომა, რაც საბოლოო ჯამში წარმოშობს აი სწორედ ამ დეზინტეგრაციის პრობლემებს. ხო, თუმცა ეს არ არის, არ მინდა ვთქვა, რომ ეს არის აუცილებლად იმპლანტის ბრალი. ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ესე მივიჩნიოთ, როგორც ვთქვით, მულტიფაქტორულია და ძალიან ბევრი ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული ეს ყოველივე, თუმცა კომპანია თავისი მხრიდან მაქსიმალურად აზღვევს ამ ყველაფერს და რენდომ, ანუ შემთხვევითობის პრინციპით შერჩევის შემთხვევაში, თუ კი ის აღმოაჩენს რაიმე პრობლემას, ის სრულიად მთელ პარტიას ხსნის გაყიდვიდან, ხო? ეს ერთ-ერთი დაზღვევის მექანიზმია. არც უშავს, რა თქმა უნდა. უქმდება ამ მთლიანი პარტია. კი ბატონო, ეს ყველაფერი ესე რომ ვთქვათ, დაზღვეულია. თუმცა დილერს და ყველა არის მშვიდად. კი, რა თქმა უნდა, თუმცა მას შემდეგ რაც პროდუქტი ჩამოდის, უკვე აქ სხვა საკითხები შემოდის, ხო? იგივე ექიმის გამოცდილება, იგივე სტერილური გარემო, იგივე ჩასმის შემდგომ უკვე ორთოპედიული კონსტრუქციები და ძირითადი პრობლემები, ანუ ორთოპედიული კონსტრუქციებით დატვირთვის შემდეგ მოდის, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც პრეოპერაციულ პერიოდში პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ ეს შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ უშუალოდ კომპანიები ჩვენ გაწოდებთ თქვენ კლინიკებს და ექიმებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ოფიციალური მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ აი მაგალითად 100 საიმპლანტაციო სისტემაზე დაახლოებით 2-3 იმპლანტი შეიძლება ამოვარდეს და დეზინტეგრირდეს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით პროცენტულად თუ გავყვებით ძალიან ცოტა პროცენტი. ეს ძალიან ცოტა. არა შენ რო გემართება ეს არ მოწევს. პროცენტულად არის მინიმუმამდე დაყვანილი ფაქტიურად ეს უკურიაქცია, ხო? ეს შეიძლება. კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ მედიცინა ესეთი სფეროა, რომ 100%-იანი გარანტია არსად არ არსებობს, მით უმეტეს, რომ ეს მხოლოდ ერთ ფაქტორზე არ არის დამოკიდებული და აქ შემოდის მრავალი ფაქტორი, რის გამოც შეიძლება ეს მოხდეს. თუმცა თუ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი დავაზღვიოთ, რა თქმა უნდა, თავიდან ავიცილებთ, მაგრამ თუ კი დადგა ეს მომენტი, ამ შემთხვევაში პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ მას შეიძლება გაუკეთდეს განმეორებითი
განმეორებითი, ესე რომ ვთქვათ, იმპლანტაცია, განმეორებითი მკურნალობა და საბოლოოდ შედეგი იყოს 100%-ით გამართლებული სასურველი, თუმცა ამავდროულად ინფორმირებული უნდა იყოს, რომ მან ესე რომ ვთქვათ, მოუაროს სათანადოდ თავის იმპლანტს, იმიტომ რომ ხელოვნური კონსტრუქციების შემთხვევაში შენ პრაქტიკოსი ექიმი ხარ და დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ უკეთ გასცემთ რეკომენდაციებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენური манипуляციების ჩატარება პაციენტს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა შევისწავლოთ პაციენტის ფსიქოემოციურ ინტელექტუალური მდგომარეობა და სათითაოდ თითოეული პაციენტის მიხედვით ვალდებულები ვართ მასზე მოვარგოთ ეს რეკომენდაციები. ჩვენ მეორე დღეს უნდა დაურეკოთ, უნდა გავატანოთ წერილობითი ფორმა, უნდა მოვიკითხოთ ეს ყველაფერი ფაქტიურად პაციენტზე ინდივიდუალურად უნდა მოვარგო. შეიძლება მე შენ აგიხსნა, როგორც კოლეგას, მაგრამ პაციენტს სხვა ინფორმაციის მიწოდება ესაჭიროება და სწორედ ეს არის მთავარი მოთმინების ყველაზე სწორი, რომ პაციენტს ზუსტად ისეთი ინფორმაცია უნდა მიეწოდო, რომ თითქოს პირველად აკეთებ შენ თვითონაც იმპლანტს. თითქოს შენთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველი იმპლანტი არ ამოგივარდეს. დანარჩენი შეცდომისგან, გართულებისგან არავინ არ არის დაზღვეული, თუმცა ფაქტიურად ეს დახვეწილი ტექნოლოგიები აფიქრებინებს და ნამდვილად ესია, რომ მინიმუმამდეა ეს პრობლემები დაყვანილი ჩვენ ყოველდღიურობაში, საქართველოშიც და ევროპაშიც და დასავლეთში ძალიან ფაქტიურად აღარ არსებობს დღეს მოუგვარებელი პრობლემები. არა, არც მოუგვარებელი პრობლემა და ზოგადად იმპლანტები იმდენად დაიხვეწა და იმდენად ზრუნავენ ამ პრობლემების არარსებობაზე, რომ ზედაპირები, ტექნოლოგია, მოქნილობა, კვლევები და ამ ყველაფერში ჩადებული რესურსი საკმაოდ მაღალ დონეზეა და შესაბამისად მსგავსი პრობლემები არის მინიმალურზე დაყვანილი, შესაბამისად ამის საფრთხე ფაქტობრივად არ არსებობს, თუ დაცული იქნება ის პროტოკოლები და ის ესე რომ ვთქვათ პირობები, რაც მოეთხოვება ამ შემთხვევაში როგორც ექიმს, ასევე კლინიკას და პაციენტს. ჩვენს ყოველდღიურობაში ციფრული ტექნოლოგიები ფაქტიურად ჩვენი ყოველდღიურობა გახდა ნამდვილად. როგორ შეცვალა სტომატოლოგიის ყოველდღიურობა ციფრული სტომატოლოგიის განვითარებამ და რა შესაძლებლობები მისცა პაციენტს და ექიმს? ძალიან ბევრი რამე შეცვალა. 3D დიაგნოსტიკა, სხვადასხვა ციფრული სკანერები, ფოტოგრამეტრია, ხო, აი ხა კოლეგები ამ შემთხვევაში უფრო ადვილად მიხვდებიან ვიდრე პაციენტები. უკვე აღარ არის ფუფუნება, ხო, ეს უკვე საჭიროება არის. რაც ოცნებაც კი არ წარმოგვედგინა, ოცნებათაც კი. კი ბატონო, მე მახსოვს ის პერიოდი, როდესაც რაღაცა კონკრეტულ კლინიკებში იდგა 3D ტომოგრაფი და აგზავნიდით, ესე რომ ვთქვათ. თუმცა დღეს უკვე ეს არის საჭიროება. საჭიროება იმისათვის, რომ განაირად წარმოუდგენელია ხარისხიანი მომსახურების მიწოდება, ხო? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბრობთ სიზუსტეზე, მაშინ როდესაც საუბრობთ პროგნოზირებადებაზე, ხო? ეხლა შეიძლება ითქვას, რომ და ან იკითხოს ვინმემ, რომ თუ არ იყო ეს, მაშინ ყველაფერი უზუსტო იყო, ან როგორ მუშაობდით მაშინ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის უკვე დროში დაჩქარებული პროცესები და უკვე ვერ გებით აი ამ აჩქარებულ ტემპს და ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი სტომატოლოგიური კლინიკა აქტიურად მუშაობს სამედიცინო ტურიზმზე, ხო? დენტალური ტურიზმი ძალიან აქტიურია საქართველოში და შესაბამისად დღეს ჩამოსულ პაციენტს კბილები უნდა პირობითად გუშინ. ესე მარტივად რო ვთქვა, უკვე ყველაფერი დამთავრებული. სხვათა შორის ქართულ პაციენტებს. ქართულ პაციენტებსაც ჩამოსულ სტუმრებს, არამედ ქართულ პაციენტებსაც გუშინოდათ. კი ბატონო, და სწორედ ამან მოიტანა ეს ყველაფერი, რომ დღეს უკვე ვართ ისეთ ესე რომ ვთქვათ აჩქარებულ რეჟიმში, რომ ვაკეთებთ ყველაფერს სწრაფად, ყველაფერს უფრო ზუსტად ვიდრე ვაკეთებდით და ეს ინფორმაციის ცვლა სტომატოლოგიურ კლინიკასა და სატექნიკო შორის, სტომატოლოგიურ კლინიკასა და კოლეგას შორის, ანუ სხვადასხვა კლინიკებიდან უფრო აქტიურად მიმდინარეობს და შესაბამისად ყველაფერი მეტად პროგნოზირებადია. აი იქნება სტომატოლოგიის მომავალი, როგორ განვითარდება. ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე ამაზე, რომ როდესაც ახალი აპარატის შეძენის საჭიროება მიდგას,
ჩემთვის უსო კითხვას, აი ეხლა რა უნდა გამოვიდეს ახალი, რომ კიდევ ახალი საჭიროება. როგორ განვითარდება სტომატოლოგია? მე ვფიქრობ, რომ როგორც ყველაფერში, აქაც მოდის რობოტების ერა. სხვათა შორის ჩვენ ახლა ჩვენს პორტფოლში, G&G-ში გვაქვს ძალიან ბევრი ახალი პროდუქტი. მაგალითად მიკროსკოპები AR სათვალეებით, ხო? აქამდე თუ რაღაცა ბინოკულარში იყურებოდი და პრობლემა იყო ხერხემალთან დაკავშირებით, თვალებთან დაკავშირებით, ეს სტატიური დგომა და ასე შემდეგ, დღეს უკვე ამ ყველაფერს ხედავს სათვალეში, ხო? ჩამოგვაქვს ბორმანქანები, რომელსაც ჩაშენებული აქვს ხელოვნური ინტელექტი და შესაბამისად იცის, როდის მოახდინოს, ესე რომ ვთქვათ, წმენდა, გადატვირთვა, სამუშაო რეჟიმის შემდგომ ის დაუბრუნდება თავის პოზიციას თვითონ და ასე შემდეგ. კომპიუტერული მასაჟსაც ხომ არ გავკეთებ დავღელით ის ბოლოს. ნუ ექიმს თუ არა პაციენტს ყოველ შემთხვევაში წოლის ისევე პაციენტს როდას წოლის დროს შეიძლება გაუკეთოს. ასევე კომპიუტერული ტომოგრაფები, ხო? რომელშიც ჩაშენებულია ხელოვნური ინტელექტი, ასევე სკანერები, რომელიც რაღაც გარკვეულ გათვლებს უკვე ხელოვნური ინტელექტის საშუალებით აკეთებს. შესაბამისად მოდის აი ჩვეულებრივად რობოტების ერა და ხელოვნური ინტელექტის ესე რომ ვთქვათ ეპოქა. ანუ თუ შემდეგ 5 წელიწადში შენ არ აღმოჩნდები ამ AI სისტემაში, შეიძლება უკვე ძალიან შორს წავიდეს ყველაფერი განვითარდეს და ვეღარ მოასწრო ადაპტაცია. კი ბატონო, იცი რა, დღეს როგორც ვთქვით, შეცდომა შეიძლება დაუშვათ, ვინც არ მუშაობს, ის შეცდომას ვერ დაუშვებს. ვინც არ მუშაობს, მას გართულებაც არ ექნება. მაგრამ უბრალოდ გაჩერება არის დანაშაული. თუ შენ ჩერდები და არ აგრძელებ განვითარებას და სწორედ აი ამ ტექნოლოგიების სწავლას, ნუ ფაქტობრივად შენ წვეთ მუშაობას, ხო, აქედან გამომდინარე, უნდა ავუწყოთ ფეხი ამ ყველაფერს და ალბათ ერთის მხრივ უნდა შევეგებოთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ რაღაც დონეზე გვიადვილებს და გვიკომფორტულებს, ესე რომ ვთქვათ, სამუშაო გარემოს და შესაბამისად შეიძლება პირიქით უფრო მეტად სასიამოვნო იყო, რომ სროდესაც ასისტენტის მაგიერ თვითონ ბორმანქანა წმენს თავის საკუთარ, ესე რომ ვთქვათ, თავს. რესურსი აქვს ყოველ შემთხვევაში ამ ყველაფერს. შესაძლებლობა არის, მთავარია ჩვენ მართლაც როგორც თქვი, აუწყოთ ფეხი და როდესაც ექიმი ვითარდება, პაციენტიც მას ირჩევს, როდესაც კლინიკა ვითარდება, ყოველდღიურად ზრუნავს პაციენტისთვის მაღალი ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაზე, ეს ავტომატურად შეიგრძნობა პაციენტის მხრიდან, დაფასებადი ხდება და ეს ყველაფერი ემსახურება ერთ საქმეს, რომ ჩვენ პაციენტებს ვაჩვენოთ ჯანმრთელი ხიმილი, ჯანმრთელი და სრულფასოვანი, ფუნქციური და ესთეტიური დისკომფორტის გარეშე დატოვოს კლინიკა პაციენტმა. მხოლოდ ლამაზი თეთრი კბილები არის ესთეტიკა, მაგრამ აქ მთავარია ფუნქციის გათვალისწინება, რას ვაძლევთ პაციენტს სამომავლო პერსპექტივაში. ძალიან მნიშვნელოვანია გეგმები. ჩვენ ცხოვრობთ გეგმებით. კომპანია G&G-ს რა სამომავლო გეგმები აქვს, რომ ცოტა გაგვიმხილო? გეგმები საკმაოდ ბევრია. ზოგადად ვფიქრობთ, რომ და ჩვენი რწმენა მყარად დგას იმაზე, რომ ყველაფერი მოდის განათლებით და განვითარებით და პროგრესი სწორედ ამაშია. ამიტომ ჩვენს მიმართულებას აქტიურად ვაგრძელებთ, რომ ჩავდოთ მაქსიმალური რესურსი ამ ყველაფერში. რა თქმა უნდა, პროდუქცია უნდა იყოს ხარისხიანი, სანდო, საიმედო, მრავალფეროვანი, თანამედროვე ტექნოლოგიებზე გათვლილი, თუმცა ის რომ ჩვენი საქართველო, ჩვენი სტომატოლოგია, ჩვენი დარგი, ჩვენი ექიმები ვაჩვენოთ მსოფლიოს, ეს რჩება პირველ და უმთავრეს ღირებულებად და მიზნად, რასაც განვავითარებთ ასევე მომავალშიც. და ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, შენ ძალიან ხშირად ესწრები ჩვენს ღონისძიებებს, კონფერენციებს, ჩვენთან ერთად ხშირად მოგზაურობ სხვადასხვა ქვეყანაში და მე კომპანიის ესე რომ ვთქვათ, წარმომადგენლები აქტიურად მოვუწოდებთ ექიმებსაც, სტომატოლოგიურ კლინიკებსაც, რომ ჩვენი კარი ყველასთვის ღია. ვისაც უნდა, ესე რომ ვთქვათ, ამ მიმართულებით სიარული, ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ყველაფერში ხელს და ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ ნებისმიერ ადამიანს ჩვენს გუნდში. ძალიან სასიამოვნოა, მართლაც რომ ყველა სიტყვაში გეთანხმები. ეს მხარდაჭერა რომ არა დღეს შეიძლებოდა
რაღაც დონეზე ყოფილიყო სტომატოლოგია, მაგრამ დამერწმუნეთ, ყველა ექიმს სჭირდება გვერდით ძლიერი კომპანია, რომელიც ზრუნავს მის ყოველდღიურ განვითარებაზე. და მართლაც ეს ღია კარის დღეები რო ვახსენეთ ერთ-ერთ ეპიზოდში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამწყები ექიმებისთვის მხარდაჭერა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ლექტორებისგან და კომპანიებისგან, რომლებიც აძლევენ საშუალებას, რომ სრულიად ახალი ტექნოლოგიები გახადონ მათთვის ყოველდღიურობა. არ შემიძლია არ გკითხო ერთ ჩემთვის გულის ამაჩუყებელ ფაქტზე, რომელიც სარვამარტოდ მე არ ვიყავი საქართველოში და როდესაც კლინიკიდან გამომიგზავნეს ეს საოცარი მოსაწვევი და ბარათი საინფორმაციო, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი გულის ამაჩუყებელი. როგორ მოხდა ეს იდეა? თქვენ საერთოდ გამოირჩევით რაღაცა განსაკუთრებული ექსკლუზიური იდეებით და ერთ-ერთი იყო ჩემთვის როგორც ქალისთვის მიელოცათ 8 მარტი ისე არაშაბლონურად და ძალიან აგვიჩუყა გული ქართველ ექიმებს, ქალბატონებს. ამჯერად. სიმართლე გითხრათ, მე არ მინდოდა ამ ინფორმაციის ეს საჯაროდ გაჟღერება, თუმცა ძალიან ბევრმა ქართველმა ალბათ ყველა საქმელი ვთქვი, ხო მე ქართველმა ქალმა მიიღო ეს ეგრეთ წოდებული მისალოცი ბარათი. ხო, ეს იდეა გაჩნდა ლამაზი თეთრი ვარდით. ეს იდეა გაჩნდა GNG-ში, როდესაც ჩვენ ვსხდებით იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ კიდევ ერთი მორიგი, ესე რომ ვთქვათ, პროექტის ბედი, ჩვენ მაშინ დავფიქრდით, რომ ნებისმიერი რაღაცა შეიძლება გაჩუქოთ და მიიღოთ ცხენს ყველი არ გაესტინჯება, ხო? და ამით ისიამოვნოთ, რა თქმა უნდა, და გაგახაროთ და პატარა ესე რომ ვთქვათ სიხარულები გავაჩინოთ თქვენში, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიყავით გამორჩეულები და გადავწყვიტეთ, რომ ეს საჩუქარი და ეს მხარდაჭერა უფრო სხვა ადამიანებს სჭირდებოდა ჩვენი სახელით, თქვენი სახელით და თქვენ ეს უფრო გაგიხარდებოდათ და მადლობა ამისთვის, რომ თქვენ როდესაც მიიღეთ ეს თქვენ მიიღეთ ეს სავიზიტო ბარათი და მე აღარ ჩავშლი რა ეწერა შიგნით, ამას იმაზე მეტი ენთუზიაზმით სიხარული და სიამაყით შეეგებეთ, ვიდრე ჩვენ ეს გუნდში ვიგრძენით, იმიტომ რომ გულანთებულები ხო? ხო, როდესაც აკეთებ ესე რომ ვთქვათ, ნაბიჯს დგამ, ხო? სოციალური პასუხისმგებლობა. ანუ ფიქრობ იმაზე, რომ კი, შენ ეს იფიქრე და შენ ეს სწორად მიგაჩნია, მაგრამ როგორ გამოგვყვება ამაზე სხვა და მე ძალიან მიხარია, რომ თქვენ ამ შემთხვევაში თქვენ ასეთ შემთხვევაში ესე მიიღეთ ეს ყველაფერი და ძალიან გაგიხარდათ და იყავით ამ ქველმოქმედების და ამ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი. მართლაც ძალიან გულისამაჩუყებელი იყო და სულ ყოველთვის ვიტყვი, რომ ეს იყო ის ჟესტი, რომელმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ეს არ იყო უბრალოდ საჩუქარისთვის, მოსალოცად 8 მარტისთვის, არის რაღაცები, რაც ჩვენ მეგობრობაზე ძვირფასია და ზუსტად ეს ნიშანი იყო ჩემთვის ეს თქვენი ეს კამპანია და ალბათ ბევრი ქალბატონისთვის, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს და მეთანხმებიან. მინდა მადლობა გადაგიხადო დღევანდელ პოდკასტში მონაწილეობისთვის. ჩვენმა პოდკასტმა ძალიან საინტერესოც ჩაიარა ჩემთვის, ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე. დავრწმუნდი იმაში, რომ მხოლოდ ექიმის განვითარება არ არის თქვენი მნიშვნელოვანი ამოცანა, თქვენი მნიშვნელოვანი ამოცანა კლინიკას დაუდგეთ გვერდში. შესაბამისად, ამით სტომატოლოგიური მომსახურების მაღალი დონე დაანერგოთ მთელ ქვეყანაში და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო შენ, როგორც კომპანია GNG-ის დიდ ნაწილს და მთლიან გუნდს, რომელიც ემსახურება სიყვარულით და ერთად ძლიერები არიან და ვართ. მე კი შეგახსენებთ, დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარი იყო კომპანია GNG-ის წარმომადგენელი ლელა დუდუჩავა. ჩვენ საუბრობდით იმპლანტებზე, საუბრობდით თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მის მნიშვნელობაზე და ასევე ვისაუბრეთ მნიშვნელობაზე, თუ როგორი მნიშვნელოვანია ექიმების მუდმივი უწყვეტი პროფესიული განათლება. მე შემდეგ პოდკასტამდე გემშვიდობებით შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ Dental House-ის პოდკასტს და მინდა გთხოვოთ, თუ მოგწონთ ჩვენი პოდკასტები, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. მომავალ პოდკასტამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.